მაშინ როდესაც ივანიშვილ კალაძე ქვეყნის გაყიდვისა და მოსახლეობის გაძარცვის ხარჯზე მილიარდიან კონტრაქტებს აფორმებენ გაზპრომთან, ამ დროს წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს მასობრივად უწყვიტავენ გაზით მომარაგებას ამ ცივ ზამთარსა და საახალწლოდ. აი ამ ოჯახებს, ბავშვებს ტოვებენ ყინვაში, სიცივეში, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დაპირდნენ, რომ დევნილებს გაზმომარაგებაში თანხას არ გადაახდევინებდნენ და მათთვის გაზი იქნებოდა უფასო. ეს არის დანაშაულის ტოლფასი ქმედება, რადგანაც ამ ბავშვების, ამ ოჯახების გაწირვა ყინვაში, სიცივისათვის, შიმშილისათვის და არაადამიანური პირობებისათვის ეს ცოდვა მთლიანად არის დღევანდელი ხელისუფლების კისერზე. უფრო მეტიც ხმა რო არ მოიღონ ადგილობრივი გამგებელი თინიკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ატერორებენ მოსახლეობას, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით არ მოიღონ ხმა და არ გახდეს ეს ყოველივე საჯარო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება და არსებობა, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, კეთილი ინებონ, შეასრულონ თავიანთი დანაპირებები, აღუდგინონ დაუყოვნებლივ ამ დასახლების მაცხოვრებლებს, დევნილებს გაზმომარაგება, რათა ამ ცივ ზამთარში არ გაიყინონ ოჯახები და ავად არ გახდნენ ეს თვალხატულა ბავშვები. ამას აქვს მასობრივი ხასიათი ამ დასახლებაში, ბუნებრივია ყველა არ არის დღეს აქ წარმოდგენილი და ამიტომ ეს გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები. სხვა შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ აქტიურ ღონისძიებებს, გაიმართება აქციები, მათ შორის კალაძისა და ივანიშვილის რეზიდენციებთან. ამას პირდებით ამ საახალწლოდ.